ციხეში მოხვედრა თავისთავად მძიმე სასჯელია. თავისუფლების დაკარგვა, ოჯახისგან დაშორება და მუდმივი საფრთხეა. მაგრამ არსებობს ადგილი, სადაც ჩვეულებრივი ციხე ზაფხულის ბანაკს გავს. შავი დელფინი, რუსეთი. რუსეთის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში ქვეყნის ყველაზე საშიშ დამნაშავეებს ამყოფებენ. მათ შორის კანიბალებს, ტერორისტებსა და პედოფილებს. პატიმრებს მუდმივად აკვირდებიან კამერებით და საკნებში განათება ღამითაც ჩართულია. საკნები მხოლოდ 4.5 კვადრატული მეტრის ზომისაა და ფოლადის გიზუსებითაა დაცული. საგნიდან გამოსვლისას პატიმარს მცველი და ძაღლი მიხვება. დერეფანში გადაადგილებისას თვალებს უხოვენ, რათა ციხის განლაგება ვერ დაიმახსოვროს და გაქცევა ვერ დაგეგმოს. ხელების ზურგს უკან აქვს დაბურგერი, თავი კი დაბლა უნდა ეჭიროს. ეს სისტემა ეფექტური არ მოხდა. შავი დელფინიდან გაქცევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სანტე, საფრანგეთი. პარიზის ცენტრში მდებარე სანტე, საფრანგეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე დარჩენილი ერთადერთი ციხეა. ის მძიმე პირობებითა და ძალადობის მაღალი დონითაა ცნობილი. აქ პატიმრების თვითმკვლელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, 1999 წელს 124 პატიმარმა თავი მოიკლა. ძალადობის გამო პატიმრებს საკნიდან გამოსვლის უფლება დღეში მხოლოდ 4 საათით აქვთ. სახელწოდება სანტე კი ფრანგულად ჯანმრთელობას ნიშნავს. ციხეს იმ ქუჩის სახელი აქვს, სადაც ის მდებარეობს. ბანგკოკი, ტაილანდი. ბანგკოკში მდებარე ბანგკოკის ციხეს ბანგკოკის ჰილტონს უწოდებენ, რაც ავსტრალიური სერიალის სახელიდან მოდის. ტაილანდელები მას დიდ ვეფხუსაც ეძახიან. თითქოს ციხე თავის მსხვერპლს ყლაპავს. აქ ხანგრძლივი ვადით გასამართლებული პატიმრები არიან მოთავსებული. დაახლოებით 24 კვადრატული მეტრის საკნებში. ზოგჯერ 25-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. პატიმრებს საკვები დღეში მხოლოდ ერთხელ იძლევათ. დანარჩენი საკვების შეძენა მათ ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულით უწევთ. ცუდი სანიტარული პირობები და არასანდო კვება სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას იწვევს, მათ შორის ქოლორის, დიფთერიის და მალარიის. ლა საბანეტა, ვენესუელა. ლა საბანეტა განსაკუთრებით გადატვირთულობით გამოირჩევა. ციხე მხოლოდ 700 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა აქ 3700-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა. პერსონალის დეფიციტიც უკიდურესია. დაახლოებით 150 პატიმარზე ერთი მცველი მოდიოდა. ტუალეტების ნაცვლად პლასმასის პარკებს იყენებენ. დასაბანად კი საერთო ვედროს. სასმელი წყალი პარაზიტებით იყო დაბინძურებული. ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ხშირი იყო გაუპატიურება, მკვლელობები და თავის მოკვეთის შემთხვევებიც. პატიმრების უმეტესობას ვიწრო დერეფნებში ჩამოკიდებულ ჰამაკებში ეძინათ. ზოგიერთს კი სახურავზე. ელემენტარული პირობების მიღება მხოლოდ გავლენიან და მდიდარ პატიმრებს შეეძლოთ. მათ ჰქონდათ საკუთარი საკანი, ვენტილატორი, ტელევიზორი და სამედიცინო დახმარებაზე წვდომა. ლა მოდელო, კოლუმბია. ლა მოდელოში პატიმრებს იარაღებსა და ხელყუმბარებზე აქვს თავისუფალი წვდომა. ამიტომ აქ სისხლიანი დაპირისპირებები ჩვეულებრივია. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა 2000 წელს 27 აპრილს მოხდა. დაპირისპირების შედეგად 25 პატიმარი დაიღუპა. პატიმრები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ორ ბანაკად იყვნენ დაყოფილი. მემარცხენეებად და მემარჯვენეებად. ციხეც ორ სექტორად იყო დაყოფილი და მათ შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა. მემარჯვენე სექტორს საკუთარი შიდა ციხეც კი ჰქონდა, სადაც დამნაშავეებს ათავსებდნენ. მუჰანგა რაუნდა. მუჰანგას ციხეც უკიდურესად გადატვირთულობით გამოირჩეოდა. ის მხოლოდ 400 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა იქ დაახლოებით 7000 პატიმარი იმყოფებოდა. თავისუფალი ადგილი იმდენად ცოტა იყო, რომ პატიმრებს ერთმანეთზე მიჭყლეტილებს ეძინათ და ზოგჯერ ფეხზე დგომაც კი უწევდათ. გადატვირთულობის გამო ზოგი პატიმარი გათავისუფლებამდე ჰაერის უკმარისობიდან დაავადებებით იღუპებოდა. სანიტარული პირობები პრაქტიკულად არ არსებობდა. იატაკი კანალიზაციის ნარჩენებით იყო დაფარული, რის გამოც ბევრ პატიმარს ფეხებზე მძიმე ინფექციები უნვითარდებოდათ. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდებოდა ფეხის ან ფეხის თითების მოჭრა. გვანტანამოს ყურე, ამერიკის შეერთებული შტატები. გვანტანამოს შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო შეძრა. აქ საბრძოლო სტატუსის მქონე პატიმრებს აკავებდნენ და მათ საქმეებს სპეციალური სამხედრო კომისიები განეხილავდნენ. დაკავებულთა უმეტესობა მუსლიმი იყო. ბევრი მათგანი ოფიციალურად არც კი ყოფილა ბრალდებული. პატიმრებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობებით, მათ მიმართ სხვადასხვა სახის წამებას იყენებდნენ. მათ შორის იყო ძილის უფლების წარწმევა, მუსიკის მაქსიმალურ ხმაზე ხანგრძლივად მოსმენის იძულება, ცემამ და დახრჩობის იმიტაცია. ალკატრაზი, ამერიკის შეერთებული შტატები. სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრაზი ერთ დროს შეერთებული შტატების ყველაზე გაუვალ ციხედ ითვლებოდა. აქ საზოგადოების ყველაზე საშიშ დამნაშავეებს ამყოფებდნენ, მათ შორის ცნობილ განგსტერ ალ კაპონეს. მაგრამ ალკატრაზის სიმაგრის მიუხედავად იქიდან გაქცევად შეძლეს და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ალკატრაზის შემდეგ უსაფრთხოების ზომებისა და ყურის ცივი ძლიერი დინებების მიუხედავად ალკატრაზმა ფუნქციონირება 1963 წელს შეწყვიტა და მოგვიანებით ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.
ყველაზე საშიში პატიმრები სხვადასხვა მაღალი უსაფრთხოების ციხეში გადაანაწილეს. მათი უმეტესობა ილინოისის შტატში, მარიონის ციხეში გადაიყვანეს. მარიონში პირველად გამოსცადეს მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სუპერმაქსიმალური უსაფრთხოების ციხეებში დაიხვეწა. თავდაპირველად პატიმრების გადაკეთებას სპეციალური ფსიქოლოგიური პროგრამებით ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ ყველაზე საშიში პატიმრებისთვის სრული იზოლაციის სისტემა შემოიღეს. ისინი დღეში 24 საათიდან 23 საათს მარტო საკანში ატარებდნენ. ამანაც ვერ შეჩერა ძალადობა. 1983 წლის 22 ოქტომბერს რამდენიმე საათის შუალედში 1602 წევრმა ორი ციხის მცველი დანებით მოკლა. ამ შემთხვევამ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი კატეგორიის შექმნა გამოიწვია. თუ მანამდე უმაღლეს დონედ მაქსიმალური უსაფრთხოება ითვლებოდა, 1983 წლის შემდეგ გაჩნდა ახალი კატეგორია სუპერმაქსი. პირველი ასეთი ციხე თავად მარიონი გახდა, თუმცა ფედერალური ციხეების ბიურომ მალევე გადაწყვიტა, რომ ახალი სისტემისთვის სპეციალურად შექმნილი ციხე იყო საჭირო. ადგილად კოლორადოს შტატი, ქალაქ ფლორენსის მიმდებარე ტერიტორიაში ერჩიეს. ფლორენსი დენვერიდან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს. ტერიტორიის ეკონომიკაში ციხეებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ფრემონტის ოლქში სხვადასხვა ტიპის 15 სახლ-შელახსრულებლის დაწესებულებაა, ხოლო პატიმრები ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. ADX Florence, ამერიკის შეერთებული შტატები. ახალი სუპერმაქსიმალური უსაფრთხოების ციხე ფედერალური სახლ-შელახსრულებლის კომპლექსის ნაწილი გახდა. მისი მშენებლობა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაჭდა, ხოლო პროექტმა ადგილობრივებისთვის დაახლოებით 900 სამუშაო ადგილი შექმნა. ციხე მუშაობა 1995 წლის 10 იანვარს დაიწყო. 26 წელს მარიონის ციხის რეჟიმის შემსუბუქების შემდეგ ეს დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ტიპის ერთადერთ ციხედ დარჩა. ყოფილმა ციხის უფროსმა მას ფაქტობრივად ჯოჯოხეთის ყველაზე სუფთა ვერსია უწოდა. აქ მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავეებს ამყოფებდნენ. ბევრი მათგანი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. საგნები დაახლოებით 2 მეტრის სიგანის და 3 მეტრის სიგრძის ზომისაა. პატიმრები დღეში 23 საათს საკანში ატარებენ, ხოლო დარჩენილ 1 საათს ცალკე ოთახში ან მცირე სივრცეში ვარჯიშისა და გადაადგილებას უთმობს. საკანში მაგიდა საწოლი და სკამი ბეტონისგანაა დამზადებული. არის ტუალეტი და ნიჟარა, რომელსაც ონკანიც კი არ აქვს. კარგი ქცევისთვის პატიმარი შეიძლება უკეთეს საკანში გადაიყვანოს, სადაც ტელევიზორი, რადიო და კედელზე დამაგრებული გაბრიალებული ფოლადის სარკე დახვდებათ. ტადმორის ციხე, სირია. სირიის ქალაქ ტადმორში მდებარე ციხე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დაწესებულებად ითვლებოდა. წლების განმავლობაში აქ პატიმრების მიმართ სასტიკ მოპყრობას, წამებასა და არაადამიანურ პირობებს აღწერდნენ. ყველაზე შემზარავი შემთხვევა 1980 წლის 27 ივნისს მოხდა. სამხედრო ლიდერის რიფათ ალ-ასადის ბრძანებით ჯარისკაცებმა ერთდროულად დაახლოებით 500 პატიმარი მოკლეს. ეს ხოცვა მუსლიმთა საძმოს მიერ სირიის პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადზე განხორციელებულ თავდასხმაზე შურისძიება იყო. 1980-იან წლებში ტადმორში მხოლოდ სამხედროებს აღარ ამყოფებდნენ, იქ ათასობით კრიმინალური და პოლიტპატიმარი მოხდა. ციხე განსაკუთრებით სასტიკი რეჟიმით იყო ცნობილი. დაგეთხვისას აღიარებების მისაღებად მცველები პატიმრებს რითონის მილებით, კაბელებით, მათრახებითა და ხის დაფებით სცემდნენ. ზოგიერთ პატიმარს ნარკოტიკებსაც აძლევდნენ, შემდეგ კი პლასმასის ცელოფან გადაფარებულები ეზოში გახელდათ და სასტიკად სცემდნენ. წყაროები ასევე აღწერდნენ შემთხვევებს, როდესაც პატიმრებს ნაჯახებით კლავდნენ. არსებობდა ცნობებიც სპეციალურ ეზოზე, რომელსაც ციხის თანამშრომლები მოკლული პატიმრების სხედრების დასამალად იყენებდნენ. ამ სისასტიკის წინააღმდეგ ტადმორის პატიმრების ნაწილმა გაერთიანება და საკუთარი ორგანიზაციის შექმნა გადაწყვიტა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მათი მცდელობები აღკვეთა. ციხის თანამშრომლების მიმართ არაერთი საჩივარი არსებობდა წამებისა და სასტიკი მოპყრობის გამო. ტადმორის ციხე 2001 წელს დაიხურა, თუმცა 2011 წლიდან კვლავ გაიხსნა. აქ სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებს ამყოფებენ. პოლიტიკურ პატიმრებს, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს, დეზერტირებსა და სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ სამხედროებს. ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირებები ხშირად დიდი რაოდენობით მსხვერპლით სრულდება. ტადმორის ციხეში წლის განმავლობაში პატიმრების დაღუპვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბევრი პატიმარი კი ფსიქიკურად დაავადდა. სირიის პოეტმა ფარაჯ ბიროდარმა ტადმორის ციხეში 5 წელი გაატარა და იქაურობას სიკვდილისა და სიკიჟის სამეფო უწოდა. გარანდირო, ბრაზილია. ბრაზილიის მეტროპოლია სან-პაულოსთან მდებარე გარანდიროს ციხე 2002 წელს დაიხურა, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში სასტიკი პირობებით იყო ცნობილი. ციხე 1920 წელს აშენდა და არსებობის დაახლოებით 80 წლის განმავლობაში თითქმის არ განახლებულა. შედეგად ის აგურისა და ბეტონის უზარმაზარ პირქუშ კომპლექსად იქცა, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობდა და სტანდარტული მდგომარეობა საშინელი იყო.
გარანტიროში ცხოვრებას ალბათ მხოლოდ ის აღწერს ზუსტად, ვინც თავად გამოიარა ეს ყველაფერი. ციხეში ერთდროულად 7500-დან 10000-მდე პატიმარი იმყოფებოდა. მათ კი 1000-ზე ნაკლები თანამშრომელი ემსახურებოდა. პერსონალი 4 ცვლად მუშაობდა, ამიტომ ერთდროულად ციხეში მაქსიმუმ დაახლოებით 250 მცველი იმყოფებოდა. რეალურად კი პატიმრების დიდი ნაწილი საკუთარი თავის ამარად იყო დარჩენილი. ამის შედეგად გარანტიროში ძალადობამ, ნარკომანიამ და სხვა მძიმე პრობლემებმა იფეთქა. ყოველი მეხუთე პატიმარი დაზარალებული იყო მაშინ, როცა სამედიცინო დახმარება უკიდურესად პრიმიტიული გახდათ. გარანტიაში მყოფი ათეულობით პატიმარი იღუპებოდა დაავადებებისგან. ბევრი კვდებოდა თანამესაკნეებთან კონფლიქტში მიღებული ჭრილობებით. ზოგი კი თავს იკლავდა. ციხის ავადმყოფოში ოპერაციების დროს ანესთეზიას ხშირად საერთოდ არ იყენებდნენ. შენობებში არსებული ჭუჭყისა და ანტისანიტარიის გამო ძიბა დაავადებების შემდეგ გადარჩენაც კი რთული იყო. გარანტიროს კიდევ ერთი საშინელი რეკორდი აქვს. 1992 წელს აქ ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ციხის ბუნტი მოხდა. ორ დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ჩხუბი დაიწყო, თუმცა მალე მასშტაბურ აჯანყებაში გადაიზარდა. ციხის ადმინისტრაციამ და პოლიციამ ამბოხის შესახშობად იერარქი გამოიყენა. ოპერაციის დროს 111 პატიმარი დახვრიტეს. ბანაკი 22, ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეის ბანაკ 22-ში დაახლოებით 50000 პატიმარი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყველაზე შემზარავი კი ისაა, რომ ბანაკი მხოლოდ ერთ-ერთი იყო ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი დაახლოებით 30 მსგავსი ბანაკიდან. იქ შიმშილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყველა პატიმარი იძულებით მუშაობდა და ფაქტობრივად სახელმწიფოს მონად ითვლებოდა. მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ანაზღაურების გარეშე ასრულებდნენ. არსებობდა ცნობებიც იმის შესახებ, რომ პოლიპატიმრები თუ გაიქცეოდნენ ადამიანების დასადევნად, ნადირობასაც აწყობდა. გაეროს ერთ-ერთ ოფიციალურ ანგარიში ჩრდილოეთ კორეაში არსებული ბანაკების მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ დარჩენილ დანაშაულებს შეადარეს. ბანაკი 1960-იანი წლების შუაში აშენდა. მოგვიანებით კი მისი ტერიტორია დაახლოებით 225 კვადრატულ კილომეტრამდე გაიზარდა. ბანაკს ეკლიანი მავთულხლართები აკრავდა, რომელშიც ელექტროენერგია გადიოდა. პატიმრებს 1000-ზე მეტი შეიარაღებული მცველები აკონტროლებდნენ. მათ ჰქონდათ ტყვიამფრქვევები, ხელყუმბარები და მცველი ძაღლები. 1990-იან წელს ბანაკში დაახლოებით 50000 პატიმარი იმყოფებოდა. იქ მოხვედრილთაგან, როგორც ცნობებში იყო აღწერილი, პრაქტიკულად არავინ თავისუფლდებოდა. ბანაკი ძირითადად სამუდამო პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი. ჩრდილოეთ კორეაში დასჯილი მხოლოდ თავად ადამიანი არ იყო. ხშირად მისი ოჯახის წევრებიც ისჯებოდნენ. ჟავრდებულის ნათესავებსაც კი დამნაშავებად მიიჩნევდნენ. პატიმრები ქვანახშირის მაღაროებში მუშაობდნენ. მათი ცოლები და შვილები კი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ 4 სასოფლო დასახლებაში ცხოვრობდნენ და მინდვრებში მუშაობდნენ. ყოფილი მცველი, სახელად ანენკოლი, ბანაკში არსებულ პირობებს უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშად აღწერდა. ბანაკში პირველად მისული პატიმრების მდგომარეობამ შოკი ჩააგდო. ისინი მოსირულე ჩონჩხებს ჰგავდნენ და დახეულ ტანსაცმელს ატარებდნენ. თითქმის ყოველი მესამე პატიმარი მცველების ცემის შედეგად დაზიანებული იყო. ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცნობით, დაახლოებით 2000 ადამიანს კიდურები ჰქონდა დაკარგული, მათ შორის ისეთებიც კი იყვნენ, ვინც ყავარჯნებით გადაადგილდებოდა. მუშაობას აიძულებდნენ. პატიმრის დღიური რაციონი მხოლოდ 180 გრამის სიმინდი იყო, სხვა ბოსტნეულისა და მით უმეტეს ხორცის გარეშე. ასეთი რაციონი თითოეულ პატიმარს დღეში ორჯერ ეძლეოდა. ყოველწლიურად ბანაკში შიმშილით დაახლოებით 1500-დან 2000-მდე ადამიანი იღუპებოდა. მათ შესაძლებლად ყოველწლიურად ახალ პატიმრებს აგზავნიდნენ, მათ შორის 6 წლის ბავშვებსაც. პატიმრების შვილებს დედებთან ერთად ბოსტნეულისა და ბრინჯის მოსავლის აღებას აიძულებდნენ. ბევრი ბავშვი 10 წლის ასაკამდე შიმშილით იღუპებოდა. კონცენტრაციულ ბანაკში გაგზავნილი პატიმრები ოჯახებისგან განცალკევებით საერთო ბარაკებში ცხოვრობდნენ. ერთ ოთახში დაახლოებით 100 ადამიანი იყო მოთავსებული. კარგი მუშაობისთვის ჯილდოდ ზოგიერთ ოჯახს ერთად ცხოვრების უფლება ეძლეოდა. ერთ ოთახში ან პატარა სახლში, სადაც არც წყალსადენი იყო და არც სხვა ელემენტარული კომფორტი. ბანაკში სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყებოდა და საღამოს 8-ზე მთავრდებოდა. სამუშაოს შემდეგ პატიმრებს გადამზადების, ანუ იდეოლოგიური გადამზადების გაკვეთილებს უტარებდნენ. ერთადერთი დასვენების დღე ახალი წელი იყო. ბანაკის მცველები პატიმრებს კლასობრივ მტრებად მიიჩნევდნენ და მათ რაც შეიძლება სწრაფად განადგურებას ცდილობდნენ. ამიტომ ნებისმიერი დარღვევისა თუ დაუმორჩილებლობისთვის პატიმარს სიკვდილი ელოდა. 22 ბანაკის კიდევ ერთმა ყოფილმა მცველმა, კონ ჰიოკმა, განაცხადა, რომ ერთხელ მას უბრძანეს ერთდროულად 31 ადამიანის დახვრეტა, რადგან ერთ-ერთმა პატიმარმა გაქცევა სცადა. მისი თქმით, 1980-იან წლებში საჯარო სიკვდილი დასჯა ყოველკვირეულად ტარდებოდა. 1990-იან წლებში კი პატიმრების დახვრეტა უფრო ხშირად დაფარულად დაიწყეს, ისე რომ დანარჩენ პატიმრებს ამის შესახებ არ გაიგოთ. მსგავსი ციხეები და ბანაკები, სადაც ადამიანების კონტროლი ყოველგვარ წესსა და ადამიანურ საზღვრებს ცდება, პატიმრებზე სასტიკ ზეწოლის სისტემას ქმნის.
ასეთი მეთოდები ადამიანს შიშში ამყოფებს და მიზნად ისახავს სხვებ მას კანონის დარღვევა ვერ გავედონ. თქვენი აზრით, რომელი იყო ყველაზე საშინელი ციხე? ეს ვიდეოს დასასრულს მივახლოვდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. მომავალ ვიდეომდე.